გაგაფრთხილეთ ჩემს შვილიშვილებს ახლოს არ გაეკარო მეთქი. როგორც ჩანს მათთვის სიმართლის თქმა საფრთხეა. რადგან ასე გადაწყვიტე, არც მე დავიხე უკან. თვალი მადევნე, ჩემო რასიმ. ის ქალი ვერ ჩენი შვილების სიმშვიდეს დაარღვევს. და ვერც 20 წლის წინ დანგრეულ ოჯახს გააერთიანებს. ცოტა ხნის წინ ფუნთუშების მცხოვრებელმა ბატონმა ჰიქმეთმა თქვა, რომ გაყიდვების სანაპიროზე უფრო მეტია, ვიდრე მაღაზიაში. მშობლებს შვილები პარკში მიჰყავთ, სანაპიროზე ასე ირნებენ. დახლების წინ ხალხის რიგია. დღეს ცოტა დავიღალეთ, მაგრამ ღვთისწყალობით ყველაფერს გადავიტანთ. იმედია დაო. უმერთმა დაგლოცოს. უმერთო, გთხოვ შეისმინე ჩვენი ლოცვა. წარმატების გზაზე გვატარე. ისევ ესმაზე ფიქრობ, არა? ვერ ვივიწყებ. რაც მისი დამოკიდებულების შესახებ გავიგე, იმედს ვკარგავ დაო. ესმა არასდროს დაიჯერებს, რომ უდანაშაულო ვარ. რას ამბობ დაო? რა თქმა უნდა დაგიჯერებს და გულში ჩაგიკრავს. თავიდან გაუჭირდება, მაგრამ დაფიქრდება და მიხვდება, რომ არაფერი დაგიშავებია. მინიც ის რა მოხდება. ყველაფრისთვის მზად ვარ. ესმამ რომ არ დამიჯეროს და ჩემი ნახვა აღარ მოინდომოს. გული მეტკინება დაო. ამას ვერ შევეგუები. ასე ნუ ამბობ. ჯერ არ იცი ესმას რა რეაქცია ექნება. საკუთარ თავს განაჩენს ნუ გამოუტან. ყოველდღიურად სულობ. მინდა რომ შვილები შეგირიგდნენ და ერთად იცხოვროთ. იმედია უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას და სასწაულს მოახდენს. იმედია დაო. შემოდი. დედა ასიე. დილამშვიდობისა. საუზმე მზადაა. თურგუთის უფრასთან ზის? არა, ბიძია თურგუთი დილით წავიდა. კარგი, მოვდივარ. დილამშვიდობისა. წარმატებულ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა შვილო. კეთილი იყო შენი მოსვლა. ჩაი, ყავა გინდა? არ შეწუხდე დეიდა ჰადი, არაფერი მინდა. როცა გავიგე რომ სანაპიროზე დახლის დადგმას აპირებთ, გამიხარდა. გმადლობ შვილო. დამელოდე. ფქვილს მოვიტან და შენც დაგასაქმებ. კარგია რომ მოხვედი. ჩინარმა რომ დაგინახა? სახე გაუნათდა. დედა. იმედია შენი სახიდან ღიმილი არასდროს გაქრება. ეს მონატრება მაშინ დასრულდება, როცა ეს მას შემდეგ ჩეთინს დაველაპარაკებით. მერე ოთხივე ბედნიერად ვიცხოვრობთ. იმედია შვილო. როდის დაველაპარაკოთ? ხომ არ იცი ესმა როდის მიდის? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრი დრო არ დარჩა. კითხავ და გავიგებ. ვფიქრობ, დასვლამდე უნდა დაველაპარაკოთ. დრო ერთად უნდა გავატაროთ. სანამ წავა. კარგი აზრია. გამხნევებისთვის გმადლობ შვილო. შვილო, ტელეფონი დადე. მოდი დაჯექი და ისაუზმე. სკოლაში აგვიანებ, არ მინდა უჭმელი წახვიდე. შეერი ხომ არ იქნები? დაჯექი და ისაუზმე. სადაცაა მესიჯების წერისგან თითები მომწყდება. სიმართლე გითხრათ, მარტოობა არც ისე ცუდი იყო. შვიდად ცხოვრობდი. ახლა მესმის შენი ჩეთო. შვილო, რა ხდება? შეყვარებული გყავს?
ვინ არის? ბოლოს ვის დაბადების დღეზეც იყავი ის გოგოა? არა დედან ისა ჩემი მეგობარია. ეს სხვა. ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი. მადლობა ღმერთს ძალიან ლამაზი გოგოა. ღმერთო. ასე უცებ ნდობას ნუ გამოუცხადებ. ფრთხილად იყავი. კარგი? არა, ასე ლაპარაკით არაფერი გამოვა. ნება მომეცით დაურეკო. თქვენც დამშვიდდებით და მის ხმასაც გავიგონებ. ალო? როგორ ხარ? მიმოწერა ცოტა მოსაბეზრებელია. შენი ხმის გაგონება მინდოდა. კარგად, შენ როგორ ხარ? მე შენზე ვფიქრობდი. სწორად ახლა უნდა დამერეკა. ესე იგი ვიგრძენი და ამიტომ დაგირეკე. ძალიან მომენატრე. დღეს თავისუფალი ვარ. თუ გინდა შევხვდეთ. როგორ არ მინდა ჩემო ძვირფასო. უკვე ვეღარ ვითმენ. კაფეში რომ მივალ შეგატყობინებ. კარგი საყვარელო. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. როგორც ჩანს, ბუხარში ცეცხლია გიზგიზდა. ნამდვილად ასეა დედა. რა ვქნა გოგოები ჩემს ხიბლს ვერ უძლებენ. საკუთარ თავზეც იგივე შემიძლია ვთქვა. ღმერთმა შეგარგოთ. რა ხდება? დილიდან ჩხუბის ხასიათზე ხართ? არა ბები, არაფერი მithქვამს. ალბათ სამსახურში პრობლემები აქვს. არ ვიცი. ძალო. საუზმეს მორჩი და გამომყევი. საქმე მაქვს. კარგი დედა ახლავე. თუ გახსოვს, ადრე მკითხე, ასე რატომ გიყურებ და ვიღიმე. ახლა ჩემი ჯერია. ასე რატომ მიყურებ? იგივე მიზეზით. შენი შინაგანი და გარეგნული მხარე ერთნაირია. რა გარემოშიც არ უნდა იყო არ იცვლები. ომერი, რომელიც იმ დღეს კატას დაეხმარა. როცა უბედურ შემთხვევაში შევესწარით, იგივე ომერია, რომელიც დღეს სასამართლოში თავის კლიენტს დაეხმარა. შენთან მუშაობა ჩემთვის ძალიან საამაყო გამოცდილება იყო. ეს იქნება ერთ-ერთი რამ, რაც ინგლისში ყოფნისას მომენატრება. თუ ასეა არ წახვიდე. ერთად ვიმუშაოთ შემდეგ საქმეებზე. მერწმუნე, ჩემთვის დიდი პატივია შენაირ პატიოსან. კეთილსინდისიერ და მამაც ადვოკატთან მუშაობა. მეც მომენატრება ჩვენი ერთად მუშაობა. დამიჯერე, რომ შემეძლოს აუცილებლად დავრჩებოდი. მაგრამ ჩემი სიტუაცია ხომ იცი? ჰა, ვიცი. შენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ წახვიდე. იფეკია? არა, ჩემი მეგობარია, კომისარი მურათი. გისმენ ძმაო? ომერს ასრაფოდ პოლიციის განყოფილებაში უნდა მოხვიდე. ძმაო, რა ხდება? ერთი ადამიანია, ვისაც შენი დახმარება სჭირდება, გთხოვ ვიჩქარე. კარგი ძმაო, ახლავე მოვალ. ბრაკი ბავშვებისთვის სიმართლის თქმა გადაწყვიტა ამას ესმას წასვლამდე გააკეთებს. ჩინარი ბომბს გავს, რომელიც ნებისმიერ წამს აფეთქდება. გუშინ კინაღამ ყველაფერი უთხრა. არ ინერვიულო. ვერაფრის თქმას ვერ გაბედავს. ეს რას ნიშნავს, დედა? მალე გაიგებ. ვერაფერს ხვდები. კარგი. მე წავალ. ჩინარს დაველაპარაკები. იქნებ რამე გავარკვიო. პირველი სამუშაო დღე შედარებით მარტივი იყო. მინდოდა მენახა რამდენად გავუმკლავდებოდი ამ საქმეს. მაგრამ არ იდარდო. შემდეგი საქმეც არ იქნება რთული. დღეს ქუჩის ვაჭრებს შეხვდები. პირველ რიგში სიმითის და გოზლემის გამყიდველებს მიაკითხავ და ფულს მოსთხოვ. მინდი წადი, საქმე შეუდექი. კარგი ძმაო, ყველაფერს მივხედავ. წარმატებებს გესურვებ.
რატომ დამიბარე ძმაო, რა ხდება? ზეინები მის მეზობელზე გაათხოვეს. საბრალო ქალი ქორწინების პირველ ღამეს ქმარმა სცემა. სამწუხაროდ ოჯახური ძალადობის მორიგ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კაცმა საკუთარი ცოლი ასე როგორ უნდა გაიმეტო. ნუ სინდისი არ აქვს. ხელი როგორ არა უკანკალდა. არამზადა. ზეინებ. ნუ გეშინია. ახლა უსაფრთხოდ ხარ. ამერიდან ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. მის ოჯახს ვაცნობოთ. არავითარ შემთხვევაში. გთხოვთ, არაფერი უთხრათ. თუ გაიგებენ რა მოხდა, ქმრის ოჯახში დამაბრუნებენ. ჩინარ. გონი ეს ადგილი თავისუფალია. კარგი დაო. აქ გავჩერდეთ. დახლს მოვაწყობ. კარგი. დედა, წავალ დურუს მოვიყვან. მოგვიანებით რომ გაიგებს აქ რაც მოხდა, გამიბრაზდება, რატომ არ წამიყვანეო. მოიყვანე შვილო. გაიხარებს. წავალ დანარჩენებსაც მოვიტან. ურიკას შენ გაბარებ დაო. კარგი დაო. არი დარდო. ზეინებ. გთხოვ, ნუ ნერვეულობ. როცა შენი ოჯახი გაიგებს რა მოხდა, უკან არ დაგაბრუნებენ. პირიქით, შენზე იზრუნებენ. საფრთხეში ხომ არ ჩაგაგდებენ. მამა შენს დაურეკოთ, რომ მოვიდეს და სახლში წაგიყვანოს. იქ უფრო უსაფრთხოდ იქნები. არავითარ შემთხვევაში. თქვენ მამა ჩემს არ იცნობთ. პირველივე დღეს სახლში არ დამაბრუნებს. ეშინია მეზობლების საჭარაო არ გახდეს. გამოვიქეცი და სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ ქმარს გავშორდები. მამა ასე როგორ უნდა მოგექცეს. ადამიანმა თავისი ქალიშვილი ასეთ ტირანს როგორ ჩააბარა. კომისარმა თქვა, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება. გევედრებით დამეხმარეთ, რომ იმ კაცს გავშორდე. ქალბატონო ზეინებ, არ ინერვიულოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე აღიძრას და რაც შეიძლება მალე განქორწინდეთ. იქამდე ქალბატონი ზეინები სად უნდა დარჩეს? ჩემს მეგობარს არიელი სახლი აქვს. სხვა ქალაქში მუშაობს და ამის გამო სახლის დატოვება მოუწია. შეგვიძლია მას თხოვოთ დახმარება. სასამართლომდე ქალბატონი ზეინები იქ დარჩება. კარგი. დედა, დილით რატომ არ წამიყვანე? მინდოდოთ სამის მოზელაში დავხმარებოდი. კარგი შვილო. შემდეგ ჯერზე ადრე წაგიყვან და შენც დაეხმარე. ნუ მიბრაზდები. მაშინ მინიჯერიც წავიყვანოთ. გაუხარდება. სათამაშო ხომ არ არის. იქ დაიკარგება. დარჩეს სახლში. წავიდეთ. დეიდა აი შეგველოდება ვიჩქაროთ. სეჰერ. დილა უთენია საწახვედი. ახლა ისევ მიდიხარ და დურუც მიყავს. სანაპიროზე მივდივართ, დეიდა აი შემდახლი მოაწყო. ბლინებს გაყიდიან და დავეხმარები. რა დღეშია ის უსინდი სოქალი. ყველას ისე მართავს როგორც უნდა. როგორ არ გწვენია სეჰერ. მე რომ რამე გთხოვო არასდროს გცალია. წავიდეთ შვილო. საღამომდე დედა. მერთო, რა უბედური ვარ. მამა თქვენს მაინც დაველაპარაკები. ვინიც ის იქნებ თქვენმა ქმარმა რა უთხრა. იქნებ გული მოულბეს, როცა ჩემგან გაიგებს, რაც დაგემართა. იმედი ნუ გიქნებათ. არ დაგიჭერებთ. მამა ჩემს კარგად ვიცნობ. მამა თქვენს ოსმანი ქვია, არა? ესმა. ზეინებ შენ გაბარებ. არ ინერვეულო. გვერდიდან არ მოვშორდები.
როგორ ფიქრობთ? ომერი მამაჩემს დაარწმუნებს, რადგან ბატონმა ომერმა სიტყვა მოგცა და აუცილებლად შეასრულებს თავის დანაპირებს. არ ინერვეულო. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქორისგან დაგიცვას. ჯერა რომ მამა შენის დარწმუნებასაც შეძლებს. გემრიელად მიირთვით. ინებეთ. სიკეთეს ჩვენ გავცემთ. კურთხევას შენ გვაძლევ უფალო. მეგობარო, ადგილი იპოვე და მაშინვე დახლი მოვაწყვე. დღეს ბევრი საქმე გაქვს შეთინ. იმედია ამჯერად მაინც მოვახერხებ ჩინარის გამოჯერას. მიდი ზუხალ, თავი გამოიჩინე. ერთხელაც შენ სატყუარას წამოეგება და ჩინარის გაკონტროლებას თავისუფლად შეძლებ. დეიდა, ეს ადგილი უფასო არ არის. ჩეთინ? შვილო, კეთილი იყოს შენი მოსვლა. რა სასიამოვნო სიურპრიზია. მოდი. მოდი დაჯექი, რატომ დგახარ? მოდი. შენს ამბავს საჰერს ვეკითხები ხოლმე. დამალოდე, ბლინს მოგიმზადებ და მიირთვი. ვიცი რომ კარტოფილიანი გიყვარს, შენმა დამითხრა. სახეზე რა დაგემართა? კარგად ხარ? კარგად ვარ, სერიოზული არაფერია. პატარა გაუგებრობა მოხდა. ღმერთმა კარგად გამყოფოს. თავს გაუფრთხილდი. რა ბედი გაქვს? დეიდა აიშეს დაღთან მოხვედი. ამ ქალს ფული როგორ უნდა მოსთხოვო? კარგად მომისმინეთ მეზობლებო. ოსმანის ქალიშვილი ზეინები პირველივე ღამეს წავიდა ჩემი სახლიდან. მისი მშობლების სახლში მივედი. ოჯახის გადარჩენა მინდოდა, მაგრამ გავიგე რომ სახლში არ მისულა. ამისმაც არ იცის სად არის. მინდა ყველამ გაიგოთ ამ უსირცხვილო ხალხის შესახებ. თუ გინდა რომ ყველამ გაიგოს რა ხდება, მაშინ გითხარით ცოლის სახლიდან რატომ გაგექცა. ყველას უთხარი რომ გოგო სასიკვდილოდ გაიმეტე. საქორწინო კაბის გამოცვლაც კი ვერ მოასწრო. უმოწყალოდ ცემე. შენ ვინჯანდება ხარ? ის ვარ ვინც უდანაშაულო გოგოს შენაირი არამზადებისგან იხსნის. მე ქალბატონი ზეინების ადვოკატი ვარ. მომისმინე ადვოკატო. ოჯახის საქმეებში ნუერები. ყველაფერს თავად მოვაგვარებთ. რადგან არ უნდა დამიჯდეს ქალბატონ ზეინებს დავეხმარები რომ რაც შეიძლება მალე გაგშორდეს. მომისმინე ბატონო ოსმან. შენი ქალიშვილი დაარწმუნე რომ სახლში დაბრუნდეს, თორემ სირცხვილისგან ხალხში თავი აღარ გამოგეყოფა. ბიძია! ჩეთინ? ღმერთმა შეგარგოს ძვირფასო. რა ხდება? მადლობდა. დეიდა აიშე დავინახე და მოვედი. კარგად მოგცეულ ხარ. შენი ამბავი აინტერესებდა. ბლინი მიირთვის სანამ გაცივდება. მე დეიდა აიშეს დავეხმარები. წარმატებულ დღეს გისურვებ. შენი ვაჟიშვილი თავისი ფეხით მოვიდა. სულ ჩეთინს გაიძახდი. ალბათ იგრძნო. დედა, რა მოხდა? კარგად ხარ? საჰერ. ჩეთინს იარაღი აქვს შვილო. იარაღი? ჩეთინს იარაღი საიდან აქვს? სახეზე იარები აქვს.
გონი ცუდ საქმეშია გარეული. მოიცადე დაველაპარაკები. ზეჰერ, შვიდად. არ შეაშინო, თორემ არაფერს იტყვის. კარგი დედამ, შვიდად დაველაპარაკები. არი დარდო. ბიძია, ყველაფერი შენ შეჭამე. მე, როდის ნუ ეტყუები? დურო. დადი დეიდაიშეს დაეხმარე. კარგია რომ მოხვედი. დეიდაიშე დარდობდა ჩემი ბლინები ვერ გავასინჯაო. ძალიან გემრიელია. ჩეთინ. რაღაც უნდა გკითხო ძმაო. მაგრამ სიმართლე უნდა მითხრა. არ მომატყუო. რა ხდება დაო? სწორედ ეს უნდა მეკითხა. რა ხდება ჩეთინ? წუხელ არაფერი გითხარი. ძვირადღირებული საჩუქრები მოგვიტანე. სახე დალურჯებული გაქვს. ბიძიას საყვედური რომ არ ეთქვა, ამიტომ გავჩუმდი. გითხარი რომ მეგობრებთან ერთად ბიზნესი წამოიწყე. ვიფიქრე კარგია მეთქი. მე შენ გენდობი, მაგრამ ეჭვი მაწუხებს. ცუდ საქმეში ხარ გარეული? იარაღს ამიტომ ატარებ? სანერვიულო არაფერია დაო. იარაღი ჩემი არ არის. მეგობარს ვთხოვე. ტყვიები არ დევს. ერთ ადამიანს ვაჩვენა. საღამოს უკან დავაბრუნებ. არ ინერვიულო. დამშვიდნე. ყველაფერი კარგად არის. იმედია ასეა. მაგრამ მაინც ვერ ხვდები რა ხდება შენს თავს. დაო მაგვიანდება უნდა წავიდე. ჩეთინ, ერთ რამეს გთხოვ. ეს მას ბოლო დღეებია სტამბოლში. მინდა ჩვენი და პიკნიკზე წავიყვანოთ. შევთანხმდით? კარგი. ყველაფერს მოვამზადებ. შენ ესმა წამოიყვანე მანქანით. საღამოს შევხვდებით. დეიდაიშე. ძალიან გემრიელი იყო. დიდი მადლობა. ღმერთმა შეგარგოს შვილო. წარმატებები. ნახვამდის. ნახვამდის. თავი დაანებეთ ამ ქალს. რამდენი დღეა ველოდები, როდის დარჩება მარტო, მაგრამ არა. ხან ვინა კითხავს, ხან ვინ? დედა, რა მოხდა? სასწრაფოდ რატომ დამიბარე? რამე პრობლემა გაქვს? არა შვილო. მოდი დაჯექი. დედა შვილმა დავილაპარაკოთ. დედობა რთული საქმეა შვილო. ჯერ მშობიარობა, მერე შვილის აღზრდა, მასზე ნერვიულობა, წუხილი. შენ და რასიმი წვალებით გაგზარდეთ. შენი ძმა ჩემი თვალის ჩინი იყო. სამწუხაროდ ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან და მხოლოდ შენ დამრჩე. თუ ამას ოდნავ მაინც მიფასებ. რაღაც მინდა გთხოვა. რას გულისხმობ დედა? პირდაპირ მითხარი. ნება მომეცი აგიხსნა შვილო. ჩემი დედობრივი უფლების და შენი ძმის გულისთვის. თუ გსურს რომ შენი შვილისა და ძმის შვილების მიმართ ღირსეული დამოკიდებულება გქონდეს, თუ გინდა რომ მშვიდობა შეინარჩუნო, რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ. ჩემგან რას ითხოვ დედა? დეიდა ჰადიეს ვუთხარი რომ ხვალ გაგათავისუფლოს. ჩეთინი მანქანას იშოვის, მას საჭმელს მოვამზადებ და ღვთისწყალობით პიკნიკზე წავალთ. პიკნიკზე მივდივართ, რა მაგარია. პიკნიკზე მივდივართ, ვაშა. რა სიტყვი? წამოხვალ? ჩემი შვილები თუ იქ იქნებიან, სიხარულით წამოვა. ჩემო ძვირფასო. მომერთმა გაბედნიეროთ. რა ხდება? მეც გამახარეთ. არაფერი არ ხდება. შენ გითხარი რა ხდება? აქ რა საკეთებ? რატომ მოხვედი? რა უნდა ხდებოდეს ჩინარ? რა ვქნა? შენს ბლინებზე ვარ დამოკიდებული. სახლში უსაქმოდ ჯდომა მომბეზრდა და აქ მოვედი. დედა, ბამბის ნაყინი მიყიდე. კარგი შვილო, ახლა.
რა გჭირს უხალ? კუჩი რატომ დამყვები? ჩინარ ძვირფასო არ გაბრასდე. შენთან სალაპარაკოდ მოვედი და არა საჩხუბრად. მოდი, დავსხდეთ. გთხოვ, ჯერ მომისმინე. დამიჯერე, გაბრაზების მაგივრად მადლობას მეტყვი. შენი დახმარება არ მჭირდება. სულ კუჩი ნუ დამყვები. ძვირფასო, გთხოვ, ჯერ მომისმინე და მერე განმსაჯე. აქ იმისთვის მოვედი, რომ გაგაფრთხილო. ვიცი, რომ ჩემი ნათქვამი ძალიან შეგაშფოთებს. თქვი, გისმენ? აქამდე ვერ გითხარი. არ მინდოდა გენერვეულა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე ჩინარ. სახლიდან დედა ასიემ გაგაგდო. მეტიც, სამსახურიდან მის გამო გაგათავისუფლეს. ყველაფერი იყონა, რომ საარსებო წყარო დაგეკარგა. შენ გვერდით იმიტომ ვარ, რომ ზიანი არ მოგაყენოს. გიფრთხილდები. რატომ ფიქრობ, რომ შენი მტერი ვარ? დამიჯერე ჩინარ. გთხოვ, შენ გვერდით ვარ. მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო და გავაკეთე. გგონია არ ვიცი რომ რამდენიმე დღეა ცდილობ შვილებს სიმართლე უთხრა. მაგრამ დედა ასიესთან მივდივარ და პირიქით ვეუბნები. დამიჯერე, შენს დასაცავად ტყუილსაც კი ვამბობ. ჩემს უკანასკნელ სურვილს გეტყვი თურგუთ. ოღონდ პირველ რიგში იცოდე რომ ესმას, ჩეთინს და სეჰერს შენ გაბარებ. შენს მიშვილებზე მთელი ცხოვრება უნდა იზრუნო. ჩემი რასიმი მიწას ძალიან ადრე მივაბარეთ. შენ კი როგორც ბავშვობის ბიძა, მათ არაფერს აკლებდი. მაგრამ დადგა დრო ის გააკეთო, რაც საჭიროა. სიკვდილი ახლოსაა. ჩემი დრო ახლოვდება. სანამ პირში სული მიდგას, მინდა სიმშვიდე ვიპოვო. საიდან იცი რომ ვცდილობ ჩემს შვილებს სიმართლე ვუთხრა? როგორ თუ საიდან? საკუთარ თავზე კარგად გიცნობ. ბოლო დროს სულ ესმასთან გხედავ. ხან სამსახურში აკითხავ, ხანაც შენთან მოყავს. მისმინე ჩინარ. მე შენ გვერდით ვარ, ხარს გიჭერ. ისინი შენი შვილები არიან, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ სიმართლე იცოდნენ. ხო, ნება მომეცი დაგეხმარო. თუ გინდა წავალ და ჯერ მე დაველაპარაკები. რა სიტყვი? არავითარ შემთხვევაში. მე თვითონ დაველაპარაკები. შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ღამეები არ მძინავს იმაზე შიშით, რომ არ დამიჯერებენ და არ მაპატიებენ. შენ მათი დედა ხარ ჩინარ. რომელ დედას შეუძლია დაიძინოს, როცა მისმა შვილებმა დედამისის არსებობის შესახებ არ იციან. თითქოს არ გიცნობდე. თითქოს არ ვიცოდე, როგორ ტანჯვაში გაატარე 20 წელი ციხეში. ყოველ ღამე სიზმარში შვილებს ხედავდი. ნუ თუ თავს იმით არ ინუგეშებდი, რომ ერთ დღესაც მათ შეხვდებოდი ჩინარ. ყოველ ღამე. ყოველ ღამე ჩემს შვილებს სიზმარში ვხედავდი. ახლა რომ ცოცხალი ვარ დავსუნთქავ. იმის დამსახურებაა, რომ ჯერ კიდევ მაქვს ჩემი შვილების იმედი. გახმოვანებულია მთავარ არხზე.